NASA მარსის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას გეგმავს და შევიტყვეთ, რომ სააგენტომ ამისთვის შეიძლება ილონ მასკის კომპანია SpaceX-ი ან Jeff Bezos-ის Blue Origin-ი გამოიყენოს. სააგენტო ამით წითელი პლანეტის ნიმუშების ჩამოტანის ღირებულების შემცირება შეეცდება. ეს ყველაფერი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შევიტყვეთ, რომ მარსის ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას ჩინეთი უკვე 2028 წლისთვის გეგმავს. მარსის მამალის Perseverance-ის მიერ შეგროვებული ნიმუშების დედამიწაზე დაბრუნება თავიდან 30-იანი წლებისთვის იყო დაგეგმილი, თუმცა ამ ყველაფრის ღირებულება ბევრად მეტი აღმოჩნდა, ვიდრე წარმოედგინათ. ამან აიძულა კოსმოსური სააგენტო ალტერნატიული გზები ეძებნა. NASA-ს ადმინისტრატორმა ბილ ნელსონმა განაცხადა, რომ სააგენტო ფიქრობს ორ პოტენციურ გადაწყვეტილებაზე, რის მიხედვითაც მარსზე სპეციალური რობოტი დაეშვება. სწორედ ამ რობოტმა უნდა წამოიღოს ნიმუშები დედამიწაზე. საბოლოო გადაწყვეტილება 2026 წლისთვის იქნება მიღებული. ორი გეგმიდან პირველის მიხედვით NASA Sky Crane-ის სისტემას გამოიყენებს. ეს ის სისტემაა, რომლითაც სააგენტო მარსზე Curiosity და Perseverance-ი დასვა. მეორე გეგმა გულისხმობს კომერციული პარტნიორის მიერ შემუშავებულ Heavy Lift Landers. სწორედ ამ მიმართულებით შეიძლება ჩაერთოს SpaceX-ი და Blue Origin-ი. NASA-ს შეფასებით ხარჯები შეიძლება მერყეობდეს 6.6 მილიარდი დოლარიდან 7.7 მილიარდ დოლარამდე. ეს გაცილებით ნაკლებია ვიდრე თავდაპირველი გეგმით გათვალისწინებული 11 მილიარდი დოლარი. კომერციულ პროვაიდერებთან პარტნიორობამ ხარჯები შეიძლება კიდევ უფრო შეამციროს. რაც შეეხება ნიმუშების დედამიწაზე ჩამოტანას, სავარაუდოდ ეს 2035 წლისთვის მოხდება, 2040 წლის მაგივრად. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.